ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ესე იგი ეს დეკამერონი და განვიხილო, შევისწავლე ეს საკითხი ყველაფერი და განვიხილო, ასე ვთქვათ, სინამდვილეში რაც წარმოადგენს ეს წიგნი. რომელიც არის ცილის წამების, ასე ვთქვათ, ობიექტი სინამდვილეში. ეხლა რა შესაქმე? აი ამის ეს ჯოვანი ბოკაჩო მე-14 საუკუნეში მოღვაწეობდა და აი ეს ჯოვანი ბოკაჩო, ხო? არის ესე იგი პრაქტიკულად ყველა ამ დიდი მწერლის, გინდაც შექსპირის, გინდაც პუშკინის და სხვების როგორც იტყვიან პაპა რა. შემოქმედებითი პაპა, ასე ვთქვათ, სულიერი პაპა. და ეხლა თვითონ ეს შესავალში რას ყვება ეს ჯოვანი ბოკაჩო. მაგ დროს იყო ისე რა ქვია, აი როგორც ეხლა რო კარანტინები რო იყო. მაშინაც იყო ესეთი სიტუაცია, რომ შავი ჭირი გავრცელდა ევროპაში. ხო და სპეციალურად კარანტინისთვის შექმნა თვითონ იძახის ეს კაცი, რომ ესე იგი ბერსაო აქვსო, აიო სხვადასხვა გართობაო, მაგალითადო აზნაურებსო და ეგეთ შეძლებულ ხალხსაო, ცხენები ყავსო, მაგალითად ნადირობა შეუძლიათო, რაღაცაო და ზოგს არა აქვს ეს საშუალებაო და რითი უნდა გაერთნენ ისენიო და შექმნა ეგეთი რაღაცა. მეო აი 10-მა აი დაახლოებით ესე 7 ქალი რო იქნება, 3 ბიჭი რო იქნება, ეს შემადგენლობითო, ეს ერთი 10 ადამიანი რო იქნებაო, ხო? ახალგაზრდებიო. მათვისო დავწერეო 100 ნოველაო. მე დავწერეო, ასე ვთქვათ. ისინი კი არ ყვებიანო, ასე ვთქვათ. ანუ ბევრმა იქ ვერ მიხვდა და სხვანაირად ხსნიან ამას. ვითომ ისინი ყვებიან. აი ეს 7 ქალი და 3 ბიჭი და ასე შემადგენლობა, ვითომ ისინი ყვებიან. სინამდვილეში როგორ არის? რომ ჯოვანი ბოკაჩო შექმნა ეს, მაგრამ შექმნა გასართობად. აი შეკრებილი ახალგაზრდებისთვის, რომ თითოეული მათგანი ამოირჩევდა ერთ-ერთ ნოველას და მოუყვებოდა სხვებს. რო წარმოვიდგინოთ, მაშინ რა იყო, ასე ვთქვათ, გართობა. ერთი სანთელი ეთოთხობე საღამოთი, ჩვენ რო შუქი გვაქვს ეხლა და უყურებთ ტელევიზორს, უყურებთ ინტერნეტს, YouTube-ს უყურებთ რაღაცა. ან ზოგი მაგალითად მაგნიტოფონს მაინც ჩართავს. ხო და მაშინ რა იყო გართობა? სანთელს დაანთებდნენ და რა, ან კარტი უნდა ეთამაშათ, ან რაღაცები ამბები მოეყოფთ და ეს აი ახლა მაგალითად აი ეს ისიც რო იყიდეთ შალხიძე, ხო? აი ეს რაც წარმოადგენს, ეს ამდაგვარი რაღაცაა. ეს არის ესე იგი აი რო შეხედოთ, ხო, ასოები არის ნიკოლოზი დროინდელი. ანუ ეს არ არის საბჭოთა პერიოდის. ეს არის კაი ძველი. ხო და და რა არის? თვითოულ აი ირჩევდნენ აი მაგალითად ამოირჩევდნენ რაღაც ჯგუფში ამოირჩევდნენ რომ შენ ხარ მალახიტი, შენ ხარ ალმაზი, შენ ასე ვთქვათ დაურიგებდნენ იმას რა ქვია სახელწოდებებს და იმათ რაღაცა უნდა ეთქვათ ტექსტი, გავიგეთ? ხო და ეს დაიკარგა, ესეთი გართობა, ეს სახეობა დაიკარგა, იმიტომ რომ შემდგომ ელექტრობა მოხდა კინო გენაცვალე 1000 რაღაცა შემოვიდა გართობის სახეობები. და ასეთი ფორმა, ვთქვათ, დაიკარგა და საზოგადოება ამას უკვე ვერ მიხვდა, უფრო ძველად რა იყო. და ამ ჯოვანი ბოკაჩომ ხო შექმნა ეს 100 ნოველა, რომელიც ხათაშორის ზოგის თქმით თვითონ მან დაწვათ, სხვამ დაუწვათ რაღაცა 100 ნოველიდან დარჩა, სულ დარჩა ეგ არის, ასე ვთქვათ, აი რომ ნახოთ. რამდენიღა დარჩა. ამ წიგნში არის აჰა. დავთვალოთ რამდენია, აი. აი ამდენია სულ 25-ია გონი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
26 ნოველა დარჩა. რომელიც სხვადასხვა თავის დროზე იქნებოდა ასე შესაძლოა წიგნის სახითაც არ იყო 100 წლის შემდეგ რაც მან ეს შექმნა 100 წლის შემდეგ შეიქმნა წიგნად გამოიცა მაგრამ მანამდე როგორ იყო ალბათ აი ესეთი სახით იყო აი ფურცლების სახით კარტების სახით სადაც თითოეული ამოირჩევდა ვისაც მიუვიდოდა ეს ის რა ქვია მოთხრობა ნოველის და მოყვებოდა ხოდა რა იყო ეგ ასე გართობის რა სახეობა იყო ნუ რომ მოყვებოდა თითოეული ამ ნაწარმოებიდან ხო თითოეული ამ ნაწარმოებში არის ესე იგი ეროტიკული სცენები ასე ვთქვათ რა ეროტიკულ შეიცავს თითოეული ეს ნაწარმოები მაგრამ იმისთვის არ არის რომ ვთქვათ აი ეროტიზმისთვის არ არის თითოეული ეს ნაწარმოები აი საოცარი ცხოვრებისეული ამბავი საოცარი ზოგ შემთხვევაში ძალიან ტრაგიკული საშინელი აი რაღაც შემძრავი და აი რაც შეეხება პიორ პაოლო პაზოლინის ეს ფილმს ხო ნუ ის შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ტიპური სახეა იტალიური ეროტიკული ფილმების ნუ იქ ცოტა წიგნშიც არ არის ეგეთი რაღაცები როგორც იქ აჩვენა თანაც ცოტა შეცვალა ცოტა კი საკმაოდ შეცვალა პიორ პაოლო პაზოლინიმ ეს ჯერ ერთი თვითონ ნოველებით შეცვალა გამიგეთ რა შესაქმე ის რო კი არა რომ დააკლობით ნამდვილად დააკლო ნუ ხელ ფორმატში არ შეეტეოდა ყველა ეს 26 თუნდაც ეს 26 ნოველა ამვენ კიდე რომ 50-ს არსებობს და რაღაცა ამდაგვარი რაღაც მაგრამ ფილმში ცოტა უბრალოდ ვერ ჩაეტეოდა გასაგებია ეგ რომ ვერ ჩაეტეოდა მაგრამ თვითონ ნოველებით შეცვალა საქმე მაგაშია აი მაგალითად ის ამ ნოველაში არის რომ მამა თავის ქალიშვილს რო აღმოაჩენს რომ საყვარელი ყავს მოკლავს იმ საყვარელს თავისი და გულს ასე ვთქვათ მით რა თეფშით მიუტანს თავის შვილს რომ აჰა და გააკეთე საჭმელი და ამით და შეჭამეო ასე ვთქვათ რომ რატო ყავსო ასე ვთქვათ რატო შემარცხინეო თუ რაღაცა ამგვარი ეს ამ ნოველაშია და ფილმში როგორ არის ფილმში რო დაინახავს რომ ვთქვათ ყავს საყვარელი თავის შვილს ისა რა ქვია მიულოცავს და ბეჭედს აჩუქებს ანუ შეცვალა რა ნუ იქ ეს გაფრთხილებასავითაა რას ნუ მე იქ ამ ნოველაში ის ამ იმაში ჯამში საწამლავს ჩაასხავს ის მის შვილი და ისე ანუ ეთყობა ნუ მომზადებული იყო და საწამლავს ჩაასხავს და ისე მიირთმევს გამიგეთ ანუ და რა თქმა უნდა ეს ძალიან ტრაგიკული და საშინელი რაღაცაა ეს ვთქვათ იქ არის ეს წიგნი არის გაფრთხილება რომ ასეთი რადიკალურ მოქმედებას მოყვება ასეთი ტრაგიზმი და ფილმში ეგ შეცვალეს ფილმში ეგ სხვანაირად გააკეთეს ახლა კიდე არის სხვა ნოველაში სიგრე რომ ის რაც აჩვენებს იმაში აი სცენაა ვთქვათ თუ გახსოვთ აი ეს დეკამორონი თუ გაქვთ ნანახი ეს პაზოლინის რომ ეს ქალი რო გაიგებს რომ ბაზარში ვიღაც მდიდარი ბიჭი შემოვიდა და რო იტყვის რომ შენო ჩემი ძმა ხარო ესაო და ტუალეტს რო ჩაუხერხავენ და რო შევა და ჩავარდება და მე რომ ისა რა ქვია შემომიშვიტო და სულ რო გააგდებს ამას და მე რომ ეკლესიის მძარცველებს რო დაუახლოვდება და იმაში სარკოფაგში რო მოა სარკოფაგის ნოველა აქ არის მაგრამ სულ სხვანაირად არის იქ არავით არის იქ ტუალეტი ჩავარდა და ეს ალბათ თვითონ მოიგონა პაზოლინიმ ეს ძალიან იგეთი სცენაა ძალიან ეს შესაძლოა ეს ასეთ რამე მომხდარა ვთქვათ იტალიის ქალაქებში და იცოდნენ ამის შესახებ ანუ შეიყვანა პრაქტიკულად თვითონ შეიყვანა დეკამერონში ეს ასეთი ნაწარმოები თვითონ შეიყვანა თანაც ამ ფილმში თვითონ თამაშობს პაზოლინი და თამაშობს იმას რა ქვია
ეკლესიის ფერწერს თამაშობს. ეს საერთოდ არ არის დეკამერონში ეგეთ რამე. ნუ აი ეს ისე გააკეთა სიმბოლურად რომ ვითომ აი მან ხო დაამატა ასე თქვა და გადაასხვაფერა ეს დეკამერონი რომ თვითონ არის ასე თქვა და ეს წერალს ასე თქვა ვითომ ის წერალი არავინ არ იყო ასე თქვა აი ეს ჯოვანი ბოკაჩო და ვითომ ეს ბოკაჩოზე მეტი იყო რა ეს ბაზოლინი ასე თქვა და რას მიაღწია მაგით აქ ესე იგი იმდენი რამე წერია ისეთი ასე თქვა აქ ეს ეროტიზმი არ არის აქ არის მთელი ეს არის ძალიან ეკლესიური ნაწარმოები აქ ცოდვის მონანიებაზეა საუბარი აქ არის მოთხრობილი ერთ ცოდვილზე რომელიც ესე იგი ამით იწყება ეს ნაწარმოები ერთ ცოდვილზეა რომელიც ესე იგი ძალიან ცოდვილი ადამიანი იყო ძალიან ცოდვილი ისეთი რაღაცები ქონდა ჩადენილი რომ არც ერთი თქვა ეკლესიის ზაური მაგას ვერ მოუნანია ვერ შეუნდობდა ასე თქვა რა ვერ შეუნდობდა და ისე მოხდა რომ მეგობრებს ჩასულიყო საქმეზე სადღაც გონი პარიზში კიდე ერთი მომენტი საუნიშნაო რომ ძველ დროში სინამდვილეში ეს ეროვნები არ არსებობდა არსებობდა მხოლოდ ქალაქები მოკლედ ჩასულიყო ეს ადამიანი ბურგუნდიაში თუ პარიზში მიდიოდა და ბურგუნდიაში შეჩერდა მოკლედ სტუმრად იყო რა და ავად გახდა და სასიკვდილოდ ნუ უკან წავიდა მისი მდგომარეობა და დასჭირდა ნუ ასეთ შემთხვევაში დელი მიყავდათ ხოლმე ყოველთვის და მოისმინა ამ ორ ადამიანის საუბარი ვისთანაც იყო რომ ერთმანეთში საუბრობდნენ რომ რა ვქნათ ახლა ჩვენო ხალხი პატრის აქციამს ახლა ეს ადამიანიო რომ გარდაიცვალოს სანამ გარდაიცვლებაო ხონა მოვიყვანოთო დელიო რომ შეუნდოსო მოინანიოსო და სიკვდილის წინო და ვალდებულები ვართ თუ ჩვენ ვალდებულები და რომ მოვიდესო ამასო ხო ამასო არ არსებობს ვიცით ეს რა რეები აქვს ჩადენილი ვიცით ამასო კაცო და არც ერთიო საეკლესიო მოაწეო ამასო ვერ შეუნდობს არ გაიქცევიანო კაცო თან ცუდად მოკვდება გადავარდებიან გულწაუა თუ იმისთან რაღაც საშიშრებები ქონდა ჩადენილი ამ ადამიანს და რა ვქნათო სადგურებელში ვარ ჩავარდნილიო ვერც გავაგდებთო ჩვენი სიცხვილი იქნებოდა ახლა რომ მოვიყვანოთო და ემს მოისმინა ამ ადამიანმა და შეწუხდა ეს ადამიანი ეს ცოდვილი შეწუხდა იმაზე რომ ასე რომ უმასპინძლეს ერთად დალიეს სადღეგრძელოები თქვენს რაღაცა სუფრაზე შეწუხდა ეს ადამიანი რომ ჩემს გამო რომ მე რომ ესეთი ცოდვილი ვარო ეს ადამიანები ესე წუხანო და სტუმრათავარ ამა და ძალიან შეწუხდა პირველად ასე ვთქვათ გაეღვიძა სინდისი და დაიბარა დაუძახა მე გავიგეო თქვენი ნათქვამი მოდითო გეტყვით რომ ნუ გეშინიავთო მოიყვანეთო და მე მოვიტყუილებიო კიდეო რა მოვიტყუილებიო ღმერთი მაინც ვიცის ღმერთმა ვიცავარო აი მოვატყუებო ამ იმას მოიყვანეთო და იქ მე მიდის ასე ვთქვათ საუბარი რომ აი ეს ეკითხება ნუ ეს ჩაიდინე თუ არა ეუნება ღვინო დაგილევია თუ არაო და ის ეუნება არაო მეო აი წყალი დამილევიაო და ისე დამილევიაო რომ აი ძალიან სიამოვნებიაო ძალიანო და ამასო ძალიან ვინანიებო და მგდელი ეუნება რომ ცემლები ჩამოძის რა სამობთო აი თქვენ ისეთი კარგი ხართო რომ აი თქვენ ამასაც ვინანიებთო რომ აი წყალი დაგილევნიათო და გინატრიათ რომ ღვინო დაგილევნათო და აი ნუ ეს უკვე კომედიაში გადადის გამიგეთ და რაც თავარია ეს ნაწარმოები არის გენიალური ნაწარმოები და ამის ესე ვთქვათ მონათლა რომ არ იქა ახლა ეს ის არის რა ქვია გარყვნილება ხო გარყვნილი ვინც არის გარყვნილებას ნახავს ამაში აქ არის ნუ ცხოვრება ნაჩვენები ის რაც ვთქვათ რაც არის ეს ჩვენი ცხოვრება გამიგეთ და ეს წიგნი არის მონანიებაზე ეს წიგნი არის გაფრთხილებაზე რომ აი მამებს აფრთხილებს საყვარლებს აფრთხილებს ქმრებს აფრთხილებს რომ ნუ იქნებით ესეთი რადიკალურები იყავით ადამიანურები რომ არ ესე ვთქვათ შედეგი არ მიიღოთ ძალიან ცუდი
მეილია ჯანჯი მუხაშვილა გამოიწერეთ ჩემი ახი